ნატოს ალიანსი სასწრაფოდ განალაგებს ასობით დამთქველ უპილოტო საფრენ-აპარატს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე. ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეებს პირადად მისადმი ნატოში გადაწყვიტეს აღმოსავლეთ ფლანგი რადიკალურად გააძლიერონ, ათასობით უპილოტო აპარატის, სენსორისა და თანამგზავრის ქსელით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტითაა გაერთიანებული. და ეს ქსელი თვალს მიადენებს საფრთხეებს ალიანსის საზღვრის გასწვრივ რუსეთთან და ბელარუსთან, ჩრდილოეთ ფინეთიდან შავ ზღვამდე. ამ ფონზე გაირკვა, რომ ვაშინგტონმა ნატოს მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც ფაქტობრივად ამოწმებს თითოეული ქვეყნის პირად ერთგულებას დონალდ ტრამპის მიმართ. პირდაპირი კითხვებით ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროში ინიციატივებზე. ან მოკავშირეები პირადად დონალდ ტრამპის მიმართ იქნებიან ერთგულები. ან შეერთებული შტატები მაშინვე დაიყვანს თავის ჯარებს ქვეყნიდან და უარს იტყვის ალიანსის მოკავშირის დაცვაზე. მოკლედ, მოდით გავაანალიზოთ ორივე ისტორია, რადგან ისინი საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს ქმნიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. რომელიც ერთდროულად ემზადება ომისთვის რუსეთთან და ამავე დროს შიგნიდან იშლება ერთი ამერიკელი პრეზიდენტის პოზიციის გამო. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ ფინანსურად დაგვიჭიროთ მხარი ნებისმიერი შემოწირულობით მულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან YouTube-ზე სპონსორობის ფუნქციის გამოყენებით. ამ ვიდეოს ქვეშ დააჭირეთ Relax დასპონსორება. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ვარიანტი, მადლობელი ვიქნები ნებისმიერ მხარდაჭერისთვის და აუცილებლად გამოიწერეთ ეს YouTube არხი. მოდით დავიწყოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპილოტო აპარატებით. ნატოს ალიანსი ამჟამად სწავლობს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით უპილოტოების გამოყენებას აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების ინიციატივის ფარგლებში. სისტემა უნდა აფიქსირებდეს ალიანსის ქვეყნების საზღვრების დარღვევას რუსეთსა და ბელარუსის მხრიდან და გახდეს თავდაცვის პირველი ეშელონი. მონაცემები სხვადასხვა წყაროდან გაერთიანდება. მაგალითად, როდესაც უპილოტო აპარატი აღმოაჩენს მტერს, ხელოვნური ინტელექტი შეძლებს შეადაროს ინფორმაციას სატელიტურ სურათებს, სენსორებისა და რადარების მონაცემებთან და სულ რამდენიმე წამში გადასცემს ამ ინფორმაციას ნატოს მოკავშირეებს. მეთაურებს უკვე მაშინვე შეეძლებათ აირჩიონ ძალები საპასუხოდ. ანუ აწიონ ავიაცია, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვა და ზოგადად განსაზღვრონ, რომელი ძალების გამოყენებაა შესაძლებელი. ნატოში ამ კონცეფციას kill webs, ანუ განადგურების ქსელს უწოდებენ. ეს გულისხმობს მონაცემების პირდაპირ ოპერატორებთან გადაცემას. ამ გრძელი ჯაჭვის გვერდის ავლით წინა ხაზიდან სარდლობამდე, სადაც სწავლობენ და შემდეგ ისევ გადასცემენ დავალებას წინა ხაზზე შესასრულებლად. ანუ ეს გზა მცირდება. ადრე ინფორმაცია გადიოდა მრავალი შუამავლის გავლით, მაგრამ დღეს ის შეიძლება პირდაპირ მივიდეს პირობითი სენსორიდან უპილოტოდან ზემოქმედების ინსტრუმენტამდე. და როგორ ფიქრობთ, ვისგან აიღო ნატო ეს იდეა? სწორია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან. პლატფორმას ქმნიან გერმანიის ვისბადენში, აშშ-ს, კანადის, ლიტვის, პოლონეთის, გერმანიის და დანიის და სხვა ქვეყნების სამხედროების მონაწილეობით, უკრაინის კონსულტაციით. ეს სისტემა უნდა დააკავშიროს მოკავშირეთა სარდლობის სისტემები და უზრუნველყოს მონაცემების გაცვლა რეალურ დროში. უკრაინაში არსებობს ასეთი სისტემა, სახელად დელტა. ანუ თუ რუსეთი რომელიმე ნატოს ქვეყანაზე თავდასხმას განახორციელებს, შეტევის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გამოჩნდება. ის მივა ვისბადენში და საპასუხო ქმედებები შეიძლება გატარდეს მაქსიმუმ 5 წუთში. კიდევ ერთი დეტალი. აშშ-ს არმიის მაიორმა ბენ შიფმა თქვა, რომ სისტემა პირველ რიგში უნდა ავტომატიზირებდეს ფრენის ყველაზე მოსაწყენ ნაწილებს. მაგალითად, დრონის ხანგრძლივი ხელით მართვა, როდესაც ის ბრძოლის ველზე მიზნების საძიებლად ჰაერშია გაჩერებული. ეხლა ამას ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. და აი ვისბადენში უკვე იყენებენ სამგანზომილებიან ბეჭდვას უპილოტო აპარატების შესაქმნელად. შიფის თქმით, ახალი დეტალების დამზადება და ტესტირება იმავე დღეს შეიძლება, მაშინ როცა ადრე შემუშავებასა და გამოცდას თვეები სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, უკრაინაში ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება და უკრაინელებისთვის აქ ახალი არაფერია. აი ნატოში კი ნატოს წევრებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენაა. ამბობენ, წარმოიდგინეთ, დრონის დაბეჭდვა შეიძლება იმავე დღეს და მაშინვე მისი გამოცდა. აღარ არის საჭირო მთელი ეს ბიუროკრატიული ჯაჭვის გავლა.
საერთოდ თუ ნატოში ამ სტრატეგიას განახორციელებენ, ვლადიმირ პუტინს სულ უფრო ნაკლები შანსი დარჩება ნატოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციისთვის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარედან ნატო იმ ძალას გავს, რომელიც ბოლოს და ბოლოს საფრთხეებზე პროაქტიულ რეაგირებს, სიგნალად რეაგირებს, შიგნით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ვაშინგტონი, რომელიც ამჟამად ევროპაში საკუთარი ჯარების რევიზიას ატარებს, ნატოს მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომელსაც ბლუმბერგი გაეცნა. და გამოცემა წერს, რომ დოკუმენტში დასმულია კითხვები. გამოუხატავს თუ არა ქვეყანას საჯაროდ მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისად და რა შეზღუდვები დააწესა მან ამერიკული ჯარების მიერ საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ირანთან ომის დროს. კითხვარის მეშვეობით ვაშინგტონი ასევე ცდილობს შეაფასოს, ხარჯავენ თუ არა ქვეყნები თანხებს სწორედ ამერიკელი თავდაცვითი კონტრაქტორებისგან შესყიდვებზე. გამოსულან თუ არა ისინი საჯაროდ იმ ნორმატიული აქტების წინააღმდეგ, რომლებიც უშლიან ხელს კონტრაქტების დადებას სწორედ ამერიკულ კომპანიებთან. და თუ არა, მზად არიან თუ არა ამის გაკეთებისთვის. და ბოლოს ვაშინგტონი ცდილობს გაარკვიოს, აჩვენა თუ არა ქვეყანამ შესაბამისობა იმ მიდგომასთან, რომელიც აშშ-ის ომის მინისტრმა ფით ჰექსეტმა ჯერ კიდევ მაისში ჩამოაყალიბა. როგორც ციტატაშია ნათქვამი, ძლიერად, მკაფიოდ, ჩუმად. გახსენეთ, აზიის უსაფრთხოების სამიტზე შანგრილას დიალოგი ფით ჰექსეტმა მაშინ თქვა, რომ აშშ-შო სამხედრო ბალანსის საკითხს ასე უდგება. ციტატა. არა უსარგებლო კონფრონტაციის, არამედ გააზრებული და გაანალიზებული ძალის პოზიციიდან. ჩვენი პოზიცია ძლიერია, მშვიდი და მკაფიო. მკაფიო ჩვენი განზრახვების, პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების მიმართ, რათა მივახციოთ ტრამპის ადმინისტრაციის მიზნებს. ამ ვაშინგტონის ანკეტის კონტექსტი სრულიად პირდაპირია. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ფით ჰექსეტმა გამოაცხადა, რომ აშშ-ში ჩაატარებს გადახედვას, რათა განსაზღვროს, რამდენი და რა ტიპის ჯარი უნდა დარჩეს ევროპაში. ეს პროცესი დეკემბერში უნდა დასრულდეს. ნატოს ქვეყნები ემზადებიან ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის, დაწყებული ევროპაში განლაგებული ჯარების რაოდენობიდან, დამთავრებული სამხედრო რესურსებით, რომლებიც აშშ-შომ შეიძლება გამოყოს ალიანსისთვის თავდასხმის შემთხვევაში. და სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კონკრეტიკა. ვაშინგტონმა უკვე თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ აკავშირებს პოლიტიკურ ლოიალობას სამხედრო დახმარებასთან. გახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს პენტაგონმა გამოაცხადა გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ. ეს არის სტრაიკერის ბრიგადა გრაფენიორისა და უილზეკის პოლიგონებიდან. ამერიკული ჯარების გაყვანის ოფიციალური მიზეზი გერმანიის არაკორექტული და უსარგებლო რიტორიკა ირანთან ომთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე. ანუ პირდაპირ ამბობენ, მოусმინეთ, იქ ტრამპის ნების წინააღმდეგ წავიდნენ, ჯარებს ვაბრუნებთ, ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი. მაშინვე ტრამპმა პირადად დაიმუქრა. ციტატა: ჩვენ ვაპირებთ შევამციოთ გაცილებით მეტი ვიდრე 5000 სამხედრო. ასევე დაემატა მუქარა, რომ ევროპულ ავტომობილებზე ტარიფებს 25%-მდე ავწევთ და გადახედავთ სამხედრო ყოფნას იტალიასა და ესპანეთში. გარდა ამისა, ამერიკულმა მხარემ უარი თქვა გერმანიაში ტომაჰაუკის ფრთოსანი რაკეტების განთავსებაზე. ამ უარს ახსნეს იმით, რომ რუსეთი მათ განთავსებას ესკალაციად ჩათვლიდა. ამავე ლოგიკაში ჯილდო და დასჯაც ჯდება. ზუსტი მაგალითია, დონალდ ტრამპმა დაპირდა პოლონეთში დამატებითი ჯარის გაგზავნას. მიუთითა, რომ პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს ნაციონალისტი კაროლ ნავროცკი. აი ეს პრეზიდენტი მომწონს, ამიტომ იქ ჯარს გავზრდით. თუმცა, ამახვილებ ყურადღებას, რომ ტრამპმა ჯარი პოლონეთში ჯერ კიდევ არ გაგზავნა. ისე უბრალოდ აღნიშნა. ევროპული ქვეყნების რეაქცია თავად ანკეტაზე მოსალოდნელად მკაცრი აღმოჩნდა. ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც მიიღეს ეს ანკეტა, უარი თქვეს კითხვებზე პასუხის გაცემაზე, რადგან დოკუმენტი აღიქვეს როგორც მცდელობა, აიძულონ ისინი მიიღონ გარკვეული იდეოლოგიური პოზიცია აშშ-ის მხრიდან დაცვის სანაცვლოდ. განსაკუთრებით სარჩენებელია ანკეტაში პუნქტი, რომელიც ეხება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საჯარო მხარდაჭერას. ის პირდაპირ ითხოვს ქვეყნების აზრს დონალდ ტრამპის ყველა ინიციატივაზე, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ლეთნახევარსფეროში. და ორივე ამ შემთხვევაში ვენესუელის დიქტატორ ნიკოლას მადუროს დაკავებისას და ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებისას მიმდინარე წლის თებერვალში, ტრამპი მოქმედებდა აბსოლუტურად წინასწარი ინფორმირების გარეშე ნატოს მოკავშირეებისთვის. ხოლო მეორე შემთხვევაში, ირანთან ომის შემთხვევაში,
ზოგმა ქვეყანამ საერთოდ შემოიღო, შეგახსენებთ, სრულიან ნაწილობრივი შეზღუდვები საკუთარი ბაზების გამოყენებაზე ამერიკული თვითმფრინავებისთვის ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. და სწორედ ამიტომ დოკუმენტში პირდაპირ კითხულობენ, შემოიღო თუ არა ქვეყანამ ასეთი აკრძალა და მზად არის თუ არა შეამსუბუქოს ან გააუქმოს მსგავსი შეზღუდვები დონალდ ტრამპისგან რაიმე სარგებლის სანაცვლოდ. შედეგად, ერთი მხრივ ნატო აშენებს ტექნოლოგიურ შეკავების სისტემას რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ათასობით უპილოტო აპარატის, სენსორის, რადარისა და სატელიტის ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ 5 წუთში რეაგირებს. იქ ფინეთიდან შავ ზღვამდე რამდენიმე მოკავშირის მონაწილეობით. მეორე მხრივ, იგივე ალიანსი, რომელიც უნდა იცავდეს ყველა ამ მოკავშირეს, ამავე დროს მათ პერსონალურ ანგარიშს წარუდგენს პოლიტიკური ლოიალობისთვის ერთი კონკრეტული პრეზიდენტის მიმართ. მათ შორის პირდაპირი კითხვაც კი ისმება. მხარს უჭერდა თუ არა ეს ქვეყანა პირადად დონალდ ტრამპის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროში. ასე გამოდის ალიანსი, რომელიც ტექნიკურად ემზადება აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხის დასახვედრად 5 წუთში. მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება უკვე ეხლა დაიწყოს შიგნიდან დაშლა. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ერთ ადამიანს ერთგულება და არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთო ვალდებულებები. ხდება ვალუტა, რომლის სანაცვლოდაც რეალური ჯარებითა და შეიარაღებით იხდია. დონალდ ტრამპი ამბობს, მე არ მაინტერესებს ნატოს წესდება. კი, იქ წერია გარკვეული ვალდებულებები ნატოს წესდებაში, მაგრამ არა. ეხლა მთავარი ვალუტა არის ერთგულება ამერიკის პრეზიდენტის მიმართ. მგონი ცოტა მაინც ტრამპის ადმინისტრაციამ ზედმეტად გაერთო ამ თამაშით. აქ მრავალ წერტილს დავსვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ძარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.